რამდენიმე თვის წინ ინფრასტრუქტურის ახალმა მინისტრმა სოხაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან ჩაუშვა წინა მინისტრი და მოყვა, რომ მის პირობებში რამდენიმე ბაღი, რამდენიმე სკოლა ვერ აშენდა, ფულებს იპარავდა მისი მოადგილე ამასთან დაკავშირებით ერთი ამბები იყო და რა ვიცი 2024 წელს რა უნდა დაასრულებული იყო ეს სოხაძეც რამდენიმე ხანია უკვე მინისტრი არის და რა ხდება, რამე შეიცვალა. ახეთ ეს ის ბაღებია სხვადასხვა სარგვას რო პირი მოწმინდეთ და ვითომ მისი სიძე არაფერ შუაში არ იყო და სხვა დროს ხდებოდა, არაფერი სხვა დროს არ ხდებოდა. და რა ხდება ამ საკითხზე მოუგვარდათ რომ აგირჩიეს თქვენ ინფრასტრუქტურის მინისტრად და ივანიშვილის მინისტრად რომ დაგნიშნეს რავი ოზურგეთის სოფელი გურიანთა იგივე მდგომარეობა ბავშვებს ისევ არ აქვთ ბაღი და სხვა შორის ეს ბავშვები დადიან ისეთ შენობაში სადაც მეორე სართული არის სრულიად განადგურებული და არც მეტი არც ნაკლები ხშირად მithქვამს ეს რომ ბავშვებს მონაცვლეობით აძინებენ იმიტომ რომ მეორე სართული არის მთლიანად განადგურებული საწოლები არ აქვს და ბავშვები მონაცვლეობით იზინებენ და ახლა ტერიტორიაზე შემძირე დაგათვალიერებინოთ და აი ქარსელაძემ რო დაიწყო და სოხაძემ რო უნდა დაამთავროს იმ ბაღის არაშენების პროცესს ოზურგეთში მერის წარმომადგენლები აი ეს ახლო კადრიდან აკვირდებიან. ეს არის გამგეობის შენობა, სადაც მერის წარმომადგენელი ყოველდღე უყურებს ამ არაშენებულ ბაღს, სადაც ხალხის ფული სხვა შორის წასული არის, წაიღეს მილიონები, 4 მილიონამდე თანხა უკვე გადახდილი არის ის თანხა არ დაბრუნებულა, ბაღი არაშენებულა, მაგრამ ესენი აღიარებენ ხელისუფლებას